სად არის პრობლემა? დამატებულ შაქრებში რამე ქიმიაა გარეული? კონკრეტული საშიში ფაქტის წინაშე რო დავდექი და საშიში მომაკვდინებელი არ იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება დაფარულად. მე ტიპი 1 დიაბეტი მაქვს, ინსულინ დამოკიდებული ვარ და მჭირდება ყველა თუ რამე ინსულინი შემოდის ქვეყანაში. შაქარი კი არ არის ჩემი მტერი, პირიქით ენერგიის მთავარი წყაროა ორგანიზმისთვის. შეიძლება ისეთი საკვები მიირთვა, სადაც შაქრები ბევრია და მე დამაზიანოს კი. ოღონდ პრევენციული ღონისძიება კი არ ჩავატარე და მანამდე კი არ დავიწყე სიაული. ადამიანს როცა 200 კალორია ესმის, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს. მე რეკითხვა, რამდენი ცილა-ცხიმი და ნახევარწყალი მჭირდება დღის განმავლობაში, მაგრამ ეგეც არაფერს ნიშნავს. მეორე ნაწილი უკვე შემდგომი ადამიანების არიან ადამიანები, ვინც ცოდნასაც იძენენ საკუთარ გამოცდილებასთან ერთად. ეს ერთშეხოდით იდეალური კომბინაციაა და უკვე დავიბანე ხელები მზად ვარ გასასვლელად და რჩევების გასაცემად, მაგრამ არ მჯერა რომ ბაზარზე ეგრე იქნება, ქაოსის მოსაწესრიგებლად მივმართავ სოციალურ ქსელს, აღმოვაჩენ რომ უფრო დიდ ქაოსში შევდივარ მოწესრიგების ნაცვლად. შემდგომში როცა ინფლუენსერი ამოგივარდება, მიხვდები რომ რასაც მთავაზობს, ის ამ ქცევას გამოიწვევს და ქცევა ამ შედეგს მომცემს.